საქართველოში დიაბეტით დაავადებული ბავშვების რაოდენობა მიმატა მედიკოსების მტკიცებით ჭარბწონიანობა, რომელიც დიაბეტსა და სხვა დაავადებებს იწვევს პირდაპირ კავშირშია მოზარდების კვების რაციონთან. ქრონიკა დაინტერესდა, რა საკვები იყიდება სკოლებში და ვინ აკონტროლებს პროდუქციის ხარისხს სასწავლო დაწესებულებებში. ნანა ქაჯაია მოგიყვებათ. მთელი დღის განმავლობაში ბავშვები დიდ დასვენებას ელოდებიან, რომ ამ ადგილას ჩამოვიდნენ. არჩევანი არც ისე ცოტაა, თუმცა ყველა პროდუქტი, რომელიც აქ იყიდება, არაჯანსაღი საკვების კატეგორიაში გადის. მამნე პროდუქტის არსებობას სასწავლო დაწესებულებაში მშობლებიც აპროტესტებენ. ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, დიდი როლი ენიჭება. მე პირადად ძალიან მწვალობ, და სკოლის მერე გვაქვს ცეკვა, მუსიკა და თუ სკოლა მოგცემს იმის საშუალებას, რომ დიდი დასვენების პერიოდში ბავშვს ჰქონდეს წვნიანი, სალათი, ხილი, ეს დიდი შეღავათი იქნება. ვისურვებდით, რომ უფრო ჯანსაღი საკვები იყოს, როდესაც ბავშვს უწევს დილიდან საღამომდე სკოლაში ყოფნა, წვნიანიც იყოს, ან რაიმე უფრო ჯანსაღი საკვები. მენიუ მრავალფეროვანია: ჰამბურგერი, პიცა, ლობიანი, ფენოვანი ხაჭაპური, ჩიფსი და გამაგრილებელი სასმელები. სკოლის მოსწავლეების ყოველდღიური კვების რაციონში სხვა პროდუქციას ვერ იპოვით. სკოლის ადმინისტრაციის მტკიცებით, სასადილო იჯარით კერძო პირებს აქვს დაღებული. პროდუქციის ნაირსახეობას კი ისინი თავად არეგულირებენ. ჩვენი ბუფეტი სახელმწიფო დადგენილების თანახმად იჯარით არის გადაცემული შპს დელტა X-ზე და ისინი ემსახურებიან ამ საქმიანობას. თვითონ შემოაქვს პროდუქცია, თვითონ არიან პასუხისმგებელი ამ პროდუქციაზე. საჯარო სკოლებისაგან განსხვავებით უკეთესი ვითარებაა კერძო სკოლების უმეტესობაში. აქ სწავლაში მშობლები სოლიდურ თანხას იხდიან, თუმცა თანხის გათვალისწინებით პირობებით შესაბამისია. სკოლის ადმინისტრაცია, დირექცია ცდილობს, რომ ბავშვები უზრუნველყონ ჯანსაღი კვები. ჩვენ შემოგვაქვს მხოლოდ ნატურალური პროდუქტები, ბოსტნეული, რძის პროდუქტი, ახალი ხორცი და მაქსიმალურად ვცდილობ თავიდან ავიცილოთ ნახევარფაბრიკატების შემოტანა. ვინაიდან შეიძლება ძალიან ბევრი დაავადება გამოიწვევს, არის ისეთი ჭხირები, ბაქტერიები, რომლებიც ბავშვის ორგანიზმს ძალიან დიდ ზიანს აყენებს. დიაბეტი, მხედველობის დაქვეითება, ინსულტი, ეს იმ დაავადებების ჩამონათვალია, რასაც არაჯანსაღი კვება იწვევს. ექიმ ირაკლი ფაღავას თქმით, ჭარბწონიანობა მისი პაციენტების 60%-ს უხებს. პირველ რიგში ჯანსაღი კვება არის აუცილებელი. ვინაიდან სასკოლო ასაკის ბავშვი ნამდვილად თავისი დღის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებს სკოლაში, ბუნებრივია სკოლაში თუ იკვებება, მithumetes გახანგრძლივებული თუ არის სასწავლო დღე, ბუნებრივია სკოლაშიც მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჯანსაღი საკვები. რაც შესაბამისად ალბათ სასურველი აისახოს იმ პროდუქტების ასორტიმენტზე, რომელიც ხელმისაწვდომია დღესდღეობით ბავშვებისათვის. სურსათის ეროვნული სააგენტოს ფუნქცია საკვების რაციონის შედგენა არ არის, თუმცა მათი მოვალეობა პროდუქციის ვარგისიანობის შემოწმებაა. სააგენტოს პრესსამსახურის უფროსის თქმით, წელს 150-მდე სასწავლო დაწესებულების კვების ბლოკი შემოწმდა. დარეგისტრირებულ საწარმოში ჩვენი სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს, როგორც გითხარით, კრიტიკული შეუსაბამობა არც ერთ საწარმოში არ გამოვლენილა. ეს არის ისეთი ტიპის შეუსაბამობა, რომლის დროსაც საწარმო პროცესი ჩერდება. ანუ მავნებელი შესაძლებელია მავნებელი იყოს ბავშვების ჯანმრთელობისთვის, ამიტომ მას უნდა გაუჩერდეს საწარმო პროცესი. ვინ აკონტროლებს სკოლების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტით მომარაგებას? ამ კითხვით ჩვენ განათლების სამინისტროს მივმართეთ, სადაც აცხადებენ, რომ სკოლების საქმიანობაში უწყება არ ერება და მხოლოდ სანიტარულ ნორმებს აკონტროლებენ.